გამარჯობა მეგობრებო, გამომწერმა ძალიან მთხოვა რომ მეთამაშა ეს თამაში. ქვია Who's Lila, ვინ არის ლილა? აღწერა რომ წავიკითხეთ, ძალიან საინტერესო თამაშია და ბოდიში ცოტათი გაცივებული ვარ, ცოტათი ხმაზე მეტყობა, ასე რომ ამ ცხელ ამინჩი კიდევ ცხელ ჩაისვალ. ჩვენ ვართ აი ეს პერსონაჟი, ჩვენ შეგვიძლია გავიღვიძოთ. აჰა, ჩვენ გავიღვიძეთ. ძალიან უცნაური ტიპია, რადგან ამ ადამიანს არ აქვს ემოციების გრძნობა. ჩემთვის რთულია ემოციების გამოხატვა. არ შეგეშედეთ იმის, რომ ასეთ გრაფიკაშია, ესეთ თამაშია. სხვისი მშურს. ისინი აკეთებენ ამას ბუნებრივად. მე კიდე მიწევს შეგნებულად ვაკონტროლო ყოველი კუნთი ჩემს სახეზე. ყოველდღიურად მე მივდივარ საპირფარეშოში, იმის გამო რომ რეპეტიცია გავიარო, თუ როგორი სახე მივიღო დღეს. შეგვიძლია ვიაროთ? ვაუ. ეს რა არის? ტელეფონია, ორი ტელეფონი გვაქვს. და ეს არ ველოდები ზარებს. ეს ტელეფონი გაფუჭებულია. რატომ არის კიდევ აქ? არ ვიცი, მე რას მეკითხები? მე არ ვიცი. ეს რა არის? ვაიმე, რაღაც ცოტა ხშირად. ვაიმე, ეს რა არის? ცოტათი ერთულია, ვნახოთ საერთოდ. მივხვდე საერთოდ რა არის, მაგრამ როგორც ჩანს სამზარეულოა, რადგან ყველაზე მთავარ ამას ხედავ, მაცი ვარს. ხა, რაღაც ნივთები არის. Oh my god. რა არის? არ ვიცი, რადგან არაფერი არ ჩანს. ეს ლაქა დაქცეული ლუდისგან. ოკეი, ეს არ ვიცით რა არის. ვიღაცამ შეეცადა გაეწმენდა გაზეთით. რა გაეწმენდა? რა არის? ფანჯარა? ალბათ. უკან აბა აქ რა არის? შემიძლია მე ვიცი კოდი. მე არ ვიცი კოდი, მე არანაირი კოდი არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი დღიურია. მაგრამ არ ვიცი არანაირი კოდი, ხო არ მეტყვი კოდს. კოდი არ ვიცით. ეს რა არის? არ ვიცი. ეს რა არის? ნახვის урна მეგონა. ცარიელი ჭიქა. აი, მაცი ვაი რო გავაღავთ. როგორ წავიდე? უკან როგორ გავიდე? სად შეგვიძლია წავიდეთ? მაცი ვარს ვერ გავაღებ. Oh my god, ეს რა ოთახია. უკან რო წავიდეთ ერთი. არის წამეთ. საპირფარეშოში ვარ. ვიხედებით სარკეში, როცა დავინახავ მის ხატჩინს, ის როგორც ყოველთვის შემეკითხება, როგორ ვარ. მე ვუპასუხებ, ყველაფერი კარგად არის, მადლობა. ეს რა არის? ეს ვაიმე არა, ბოლობზე არ გამიკეთებია ეს რა არის? თქვენ გაიღიმეთ. ესეთი ღიმილის გაკეთება არ მინდოდა. უკან როგორ? როცა დავინახავ მკვდარ ძაღლს გარეთ, მე გავაკეთებ ასეთ სახეს. უნდა გავაკეთო სახე. როგორ? ვაიმე. როგორ? ესეთ არა, საშნელი. ასეთ სახეს გავაკეთებ? თქვენი სახე დარჩა ნეიტრალური. რას ქვია? ეს ნეიტრალური სახეა თქვენი აზრით? არა, რაღაც არ არის სწორი. მეც ბაზარ ფიქრობ, შეხედეთ ამ სახეს. დავინახავ მკვდარ ძაღლს. კაი. ესე გავაკეთებ, ვითომ ეგა. ხო, თქვენ გააკეთეთ მოწყენილი სახე. კიდე რა? მომწონს ეგ თამაში. თუმცა უპირატესობას მიანიჭებს, რომ თვალი აარიდოს. თუ ვიღაცა უცნაური შემაწუხებს მაღაზიაში, მე შევაშინებ მას. გაბრაზებული სახე უნდა მივიღო ესეთი და ამის გაკეთება შემიძლია. ეს რა წვირის გაკეთება შემიძლია? თქვენ გააკეთეთ გაბრაზებული სახე. რა მაგარი არის, შესვლა შემიძლია კიდევ. წარბები სულ ამავიწყდა. თუ გავიგებ რომ ჩემი მტერი მოკვდა, მე გავაკეთებ ასეთ სახეს. ასეთ სახეს, ხო? ვაიმე, ეს რა არის? ღერთო ჩემო. თქვენ გაიღიმეთ. სახეს შეხედეთ. ღერთო ჩემო. სწორია. არ არის საჭირო ამის დამალვა. სწორია ხაბარისთვის კაცო. კიდევ ვინმე იფიქრებს რომ თქვენ მოკალით.
თუ ვიღაცა უცებ დამირეკავს იმ დროს როცა ამას არ ველოდები მე გავაკეთებ ასეთ სახეს ვაიმე როგორ გავაკეთო ეს თითქოს და ცოტა შოკ ვაიმე ეს წარბი რატო არის ეს რა არის ესე ეს რა არის ეს კბილები როგორ გავაცია თითქოს და ვაიმე რა თქვენ უყურებთ ზიზღით არა გაოცება უნდა ყოფილიყო კიდევ ერთხელ ვცდი კიდევ ერთხელ წადიყო აი კიდევ ერთხელ ვაიმე ეს რა ესე და როგორ გავაკეთო ანუ სწორად ეს კბილები გაწია ბიჭო აი სწორი არისო თქვენ გააკეთეთ გაოცების სახე ეს თუ გაოცების სახეა არ ვიცი და თუ მე ისევ დავინახავ იმას ვინ იმას რაც იმალება ბოილერში შეშფოთებული ვიქნები როგორ გავაკეთო შეშფოთვა ვაიმე ეს შეშფოთება თქვენ გავაკეთეთ მოწყენილი სახე ეს არ არის მოწყენილი სახე არა ეს სავარაუდოდ არ მოხდება ხო ანუ არ ვიცი მაინც სკოლაში ვსწავლობ ვინ ვარ კაც მაიცა უნდა გავიტანო ნაგავი მანამ სანამ წავალ სკოლაში ეს სკოლაში დადის რა მხელა არის კაცო პატარა ბავშვს სკოლას არ გავს ალბათ ბოლო კლასში ვსწავლობ მე-12-ში დიდი ხანი არ ვიყავი მანდ უნდა გავიტანო ნაგავი ოკეი კაი გავიტანოთ ნაგავი როგორ გავიდე წავიდეთ ნაგავი სადაა ოღონდა ვაიმე ვიღაც რეკავს კი my god რა სახე გავაკეთე? იმედი არ უნდა გავიმეორო, თორე არ ვიცი. ჰეი, ბიჭო, რატომ არ პასუხობ ტელეფონზე, რომელიც მოგცეს? ნუ ალბათ გაფრჩებული ადამაგიტო, ხო? კაი, დაიკიდე. შენ უკვე გაიგე? ლოურენცის მამა მკვდარი არისო. შემხვიდე ჩემთან სადგურზე. Oh my god. კიდე რეკავს ვიღაცა? მინ რა საიდემოდის? არ ვიცი, არაფრის გამოსრა. ლილა, გეხვეწები? გეხვეწები? უკან შემიშვიო, თვალები სად მაქვს? დავხუჭე? რას აკეთებს ეგ ტიპი? თვალები რატო არ აქვს? ლილა, გეხვეწები უკან შემიშვიო, რა? ვერ ნაგავი სად არის? იქნებ ეს არის. ნაგავი სად არის? არ დავიწყდეს წამოიღო ნაგავი, ხო, მაგრამ სად არის? აქ არის, ეს არის? არა, სად წახვედი ბიჭო? ნაგავი სად არის? სამზარეულოში. და ეგ, აჰა, გაჩნდა. კაი, ნაგავი. წავედით გარეთ. როგორ გავიდე? ძლივს, გამოვედი ძლივს ვიპოვე. ეს რაღაც არის. ადამიანი დაიკარგა. ტანია კენედი. ვიღაც ქალი დაიკარგა. აბა ეს რა არის? ისევ იგივე არის. კაი. Oh my god, ვიღაცას ხედავ, ეს რა არის? ეს მცენარეა ქოთანში. იმის და მიუხედავად რომ მის ხატჩინსი უვლის, ის კვდებაო. მაიცა და იმასთან შეგვიძლია დაველაპარაკო. ვაიმე რა ხმამაღლადა ღმერთო ჩემო. გამარჯობაო. ესეთი გაღიმებული სახე. ცუდად გაიღიმა. თქვენ გაიღიმეთ. კარგი. მის ხაჩინსი გვეკითხება, სად მიდიხარ ასე ადრე. უბრალოდ უნდა გავიტანო ნაგავი მის ხაჩინს. მის ხაჩინს გვეკითხება. ჩვენ ნაგვის ბუნკერებთან ბოლო დროს ძალიან ბევრი ყვავი გამრავლდაო. შემაწუხებელი არსებები. ოკეი. მე წავალ მის ხაჩინს. თავს მოუარე საყვარელო. აი, რა საყვარელია მის ხაჩინსი. იმის და მიუხედავად რომ ასე უცნაურად გავუღიმეთ. ეს არის ნაგავი, ხო? აგი ყვავები. ტარით, ქშაქშა. всё, მე მზად ვარო. სკოლაში უნდა მივიდე ავტობუსით. კაი. ამას რო დავაჭირო? ჭუჭყიანი ყვავი. მე მას არ შევაშინებ. მე ვიცი რისთვის ხართ აქ. რადგან ვიღაც გდია კიდე ამ ნაგავში? თუ ჭუჭყიანი ყვავი. კაი. წავედით.
წავედი. სად წავედი ბიჭო? ოღონდ საწავიდე. საწავიდე სადა? აქ ზემოთაა. ამ სახლში მეტი არავინ არ ცხოვრობს. ვინ ცხოვრობდა? მიტოვებული, მაგრამ თავისებურად მომხიბვლელი ადგილია. რა იპოვანეთ ამ ადგილას? ერთხელ მათ ვიყავით ტანიასთან ერთად. ანუ იმ გოგოსთან, რომელიც გაქრა, უყვალოდ nightly comforts. Okay, წავედით. სადმე წავედით, კაცო? ვიპოვე ძლივს, აქ უნდა წავსულიყავი, კაც. მე ავტობუსი. კი ბატონო, მოდი აბა. ძალიან ცარიელი, გასაჩერებელია. სად უნდა წახვიდეთ სკოლა? იმ ტიპთან რომ უნდა შევხვდე, შემხვდიოდა, მაშინ აქ უნდა წავიდე, ხო? უნდა დაველაპარაკო ეგ რას ნიშნავს არ ვიცი რას ნიშნავს ეგ ალბათ ის ჩვენ მეგობარი თუ ვინც არის არ ვიცი მოკლედ ვაიმე გამარჯობა ნუ გამარჯობა ბიჭო გამარჯობა ეს ალბათ მაგის სახელია თუ გვარი ძალიან ცუდად გხედავ ცოტა ახლოს მოდიო ვაიმე იმედი ახლა რაღაც საკითხს არ დაკერავს ეგ ტიპი უცნაური სუნი ასდის სუნი რომელიც ასდის მოხუცებს და კიდევ რაღაცნაირად თითქოს და შავი ფისი ის ფისი არა აი ეს ფისი ბიჭო შენ არ გინდა რაღაც რომ მკითხო აი მე შენ ხო დამირეკე ჩვეულებრივ ტელეფონზე და რა აი მე არა ემოციების გამოხატვა არ ვიცით და არ ვიცით რა უნდა ვიგრძნოთ ეხლა და რა და შესაბამისად რა შევეკითხოთ ეს ტიპი გვეუბნება არ არის არანაირი მნიშვნელობა ამ ერთჯერადი დარეკვებისგან სისულელეა ვილ არავინ არ დარჩა ჩემს გარდა და შენს გარდაც რაზე საუბრობს ჯერ ვერ ხვდები მე ძალიან ბევრი პაჟარი ვნახე ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ეს იყო ნამდვილად ჯოჯოხეთი იქ ქვაზე არ დარჩა ანუ ყველაფერი ძალიან დაიწვა ბოლომდე მივხვდი დრას გავაკეთებთ ლოურენსის მამის გარეშე ანუ ლოურენსის მამა დაიწვა ამ პაჟარში თავარი კითხვა ვინ დაწვა ის დატოვა რაღაცა თავის შემდეგ ეს ჩვენ ვეკითხებით ვაიმე ის ლაპარაკობს შენთან გაუცებული სახით მეკითხება რა სახის კერა ბიჭო ვიცი რომ ჩემი ბრალია მაგრამ ძალიან რთული სახის გაკეთება რა მან შეწყვიტა ლაპარაკი ჩემთან პაჟარის შემდეგ ლილა ვინ არის ლილა ის ლაპარაკობს შენთან არა ვაიმე ნეიტრალური სახე უნდა გავაკეთო ეს რა არის? დაკეტე პირი ბიჭო არა ეს რა არის? ეს რა სახეა? ვაიმე არა თქვენ უყურებთ ზიზღით არ მინდოდა მის გაკეთება რა ზიზღით კაცო დაგვერხევა ეხლა ამ ტიპისგან ეს გამოიყურებოდა უცნაურად კი აბა თქვენ არ ხართ დარწმუნებული შეამჩნია თუ არა სტრუპნო თუ რაღაც რთული სახლებია თუ გვარებია არ ვიცი მართლა არ გაგვიმართლა ბიჭო შევეკითხებით და ცხოველები მოკვდნენო დაიწვნენ ყველანი ჰა მაისა ეხლა ეს ტიპი გამოიყურება უკვე უცნაურად რას ეცირის დაგვერხა სასაცილო ბიჭი ხარო ვაიბე შენ ღელავ რაღაც ცხოველებზე როცა ლილა ჩემთან საერთოდ აღარ ლაპარაკობსო და რა ნახა ის შენში ვერ ხვდები რას ქვია სიმპათიურ ბიჭი ვარ რატო არ უნდა ილაპარაკოს ჩემთან ერთად კი ის რაღაცა დატოვაო და იღიმის შეხედეთ ლოურენსმა დატოვა შენთვის რაღაცა დეპოში ანუ ეგ სადგური დაიწვა თუ რა დეპოში კი ხიდის გაყოლებით ძველ დეპოში იცით რა მეჭვება რომ ეს ტიპი კაია და რა დამიტოვა გაიგებ როცა დაინახავ
ვერ ვენდობი იცით ამ ტიპს, ნახდათ ვერ ვენდობი. ერთი წამით, ეხლა უნდა მივიდე ძველ დეპოში, მაგრამ სკოლაში ხო უნდა წავსულიყავი? ალბათ, ამ თამაშს ექნება რამოდენიმე დამთავრების ვერსია. ეს არის ალბათ პირველი ენდინგი და თუ სკოლაში წავალთ, ალბათ იქ მეორე ენდინგი იქნება. აკე? ხიდზე, ალბათ აქ უნდა გადავიდეთ, ხო? აბადიშვილო. ой. მოდი უკვე? რა ადგილია? Oh my god. ეგ არის? რა დასრაფად მივედით. ვერც მოუტვინე ვერაფერი, მაცელ. ეს რა? ამას არ ეჭირება, ესე იგი, მან ჯერ არაფერი გვესაქმება. არაფერს ეჭირება. მასე. გეთქვათ, კაცო, გავაღე რაღაცა. სათხარ ჯანდაბა შენიო. ეს ტიპი გვეკითხება. ვილიამ. ვილიამი მქვია? ეხლა გავიგე, ჩემი სახელი. ფიქრობდი, რომ შეგეძლო ჩემი მოტყუება, ჰა? რას გულისხმობს? ლილა. მე გაბრაზებულია? მე ვიცი, შენ გესმის, გეხვეწები. შენ ჩემი ცხოვრება ხარ. რა ხდება? ვერ ხვდები, რატომ აირჩიე ეს ამაზრზენი ბიჭი? გეხვეწები. აშკარად მოწყენილი ან რაღაც მაგდაგვარე. მე უბრალოდ მინდა დაგინახო. მხოლოდ ერთხელ. რა ხდება? ალბათ, ეგ რა სექტები აქვს, ვერ გავიგე, ანუ რა არის? ალბათ მან ჩაგკეტა თავის მახინჯ სხეულში. ანუ ამ ბიჭს ესე იგი ამ ბიჭს ესმის ალბათ ლილას ხმა შიგნიდან ან რაღაც მაგდაგვარი. ასეც არის, რადგან კი პრინცესა, რაზე საუბრობს? იქნებ ეგ ტიპი გაგიჟდეს უმთლა და დაწვა ყველა. ნუ გეშინია, მე გაგანთავისუფლებ მისგან. my god, დაიწყება ახლა რაღაც მოკვლები. და მაშინ შენ დაგრჩება მხოლოდ მე. შენ კარგად იგრძნობ თავს და კომფორტულად აი აქ. სად აქ? ზუსტად აქ. სად აქ? ვერაფერს ვერ ხედავ. ბიჭუნა. რა? აქ ცენზურა უნდა დავადო თავს სიტყვას? როგორ შენ ცენზურა მომპარე ის ჩემგან. მე ამოუჭრი მას რა? ერთი წამი ეს მანიაკი არის თუ რა არის? მე ამოუჭრი მას შენიდან, შენგან ამოუჭრი. არა, გაიქეცი, დაკრუგე. გაიქეცი, მალე გაიქეცი. ზადელ ემოციები არ მაქვს. არა, გავიჭედე. რატომ არ მიდის? მომკლა? აქედან გაპარვა შემიძლია საერთოდ, მაინტერესებს ძალიან. შეიძლება ეგა ენდინგი და მაგას ვერაფერს ვერ ვუზავთ, ესე ვთქვათ. არა. გაიქეცი, დაკრუგე. გაიქეცი. მიდი, ბიჭო, მიდი, გეხვეწები, ცოტა მალე გეხვეწები. გაიქეცი. იქ მგონი მივხვდი ერთი წამით, სადაც უნდა გავიპარო. ესე? დაიცადე. მიდი, გაიქეცი. მიდი, მალე ბიჭო, მალე გეხვეწები, მალე. მიდი. იქ ვარ. სად ვარ? გასასვლელს ხედავ. მიდი, კაღე. საჯადაბაში ვარ, ხوار მეხატავებით, სად ჯანდაბაში ვარ? ვერ ხვდები, სად ვარ? გაიქეცი. ბიჭო, მალე. მიდი, რანელა დარბის გეფიცები, შეხედე. არა, გაიქეცი. ბიჭო, გაიქეცი. მიდი. რა? ისევ ის.
ეს რა არის? ჯანდაბა. რა? ასე მაგრად გინდოდა გენახა? ნუ, ისი ამოვნე. სტუპნოვი. ამ ტიპს ეუბნება. ისი ამოვნეო. რა? არის? ის ისევ დაიმალა ბოილერში. ვიღაცა არსება ცხოვრობს ბოილერში. ნუ რა დაინაყრე? ჯერჯერობით. პრინცესა, იმპერატრიცა, ასე წერია, ლილა. შენ ისეთი ცუდი გოგო ხარ. მე აღარ მჭირდება საჭმელი. სახლი, რომელსაც შენ ეძებ. მისი ნომერი 33. რისი ნომერი, კაცო? ჯანდაბა ლოურენსი და ვილიამი ასე კარგად დამალეს. ის დამალეს, ვინ ის? რა დამალეს? ვილიამი ვინა დამავიწყ? ვილიამი მე ვარ, ხო? იმპერატრიცა გვეუბნება, ანუ პრინცესა რა ის დაუძახოთ. ხოლო ახლა ლილა, ვინ არის? ანუ ვერ ხვდები ლილა, ვაფშე სხვა არის თუ ესაა ლილა. შენი ჯამბაზობები კი მაცინებს. ახლა დროა ჩვენთვის. დავასრულოთ. რა? ვაიმე რა? რაღაც დას ერთი წამით, მაინტერესებს თუ წავალ სკოლაში რა იქნება მანდ? ანუ ეს ერთი ენდინგია. ეს თავიდან უნდა დავიწყო? ყველაფრის გაკეთება. ანუ ეხლა ალბათ შეგვიძლია გავიტანოთ ნაგავი. ხო, ძალიან კაი, ახლა წავალთ სკოლაში მაშინ. ხალი რაღაც დაგვემატა. Cortland Street, აპარტმენტი 33. რა არის? მაიცა, ანუ მანდაც შეგვიძლია წავიდე? მაინტერესებს ახლა. სკოლაში წავიდეთ თუ აქ წავიდეთ? თუ ეს ის ადგილია, არ ვიცი, მაგრამ წავიდე სკოლაში. ხო, go. საინტერესოა. სად ავტობუსი? თუ სკოლაში ვარ უკვე. სკოლაში მივედ, ვაიმე, ისეთი გადასვლებია, რომ ვერ ვხვდები რა ხდება. ხალხი, გამარჯობა. შენ დაინახე პოლიციელები გარეთ. საინტერესოა რა მოხდა? აბა ეს ვინ არის? დაველაპარაკოთ. ვაიმე არაფერი არ ჩანს. ვისურვებ. აგე ლილა, აბა ამ გოგოსთან თუ ვინაა? პიქსელებიდან ჩანს, რომ ვითომ გოგოა, მაგრამ სახე არ ჩანს. როდესღაც მეც მივიღებ ასეც, ალბათ რაღაც სიგელზე ამბობს ან მედალზე. რაღაც მედლებზე ამბობს და ვაფშე რა საინტერესო. აბა აქ ხალხი რაღაცას ლაპარაკობენ ერთმანეთში, რაღაც ტუსაობაზე ლაპარაკობენ, ალბათ იმ ტუსაობაზე ამბობენ, რომელიც იყო მეტთან, სახელი მეტ. ვისთან შეგვიძლია დავილაპარაკოთ კიდევ? ჯეი ამბობს, იცი მე დღეს ვტიროდი. რა? ისევ? ეს ნორმალურია, მე ყოველთვის ვტირიო. ისედაც. არა, იმაში არ არის საქმე. მე იცი, ბოლო რამოდენიმე თვე მე მედიტაციას ვაკეთებდი და დღეს რაღაცა გავიგეო, ხო? რაღაც ცუდი? არა, იცი, მე არ შემეძლო სიცილის გაჩერება. და რა გაიგეო ასეთი? მე ვიცი, სულელურად იჟღერებს, მაგრამ ყველა აზრები შენს თავში არის არაუმეტეს უბრალოდ კონფლიქტები. ნუ კი შინაგანი დიალოგი და რაღაც მაგდაგვარი, აზრები თითქოს და ეჩხუბება ერთმანეთს. კი, მაგრამ აი რაშია ხუმრობა. შენ ხარ არაუმეტეს უბრალოდ ეს ჩხუბები. თუ დაუკვირდები მას, ისინი გაქრება და თუ ისინი გაქრება, მაშინ ქრები შენც. წამოდი კოლა დავლიოთო. ეს უცნაური ტიპი მგონი გვისმენსო. კი. ყველაფერი მოგისმინეთ, საერთოდ რაც კი თქვით. აბა აქეთ. ამ ტიპთან შეგვიძლია ვისაუბროთ. ჰეი, ბიჭო! უცნაურია, რომ გხედავ აქ მეტ ჩარლი გვეუბნება. ჰეჰე. ძლივს გადაწყვიტე სწავლება? კი. რაღაც მაგდაგვარი. მაგარი, თქვენ დაიღიმეთ, მაგარი გაღიმება. რას იღიმებიო, კლოუნო? რა კლოუნო? მაიკი ყველგან გეძებდა. ვინაა მაიკი? შენ თვითონაც იცი რისთვის? არ ვიცი, არც ვიცი ვინ არის მაიკი რა. შენც ადგილზე დავრჩებოდი შორს სკოლისგან. იარე, უკან გამოიხედეო. რას გულისხმობ? ანუ აქაც რაღაც დარხეული გვაქვს ამ სკოლაში, ხო? როგორც ჩანს. ეს გოგო ვინ არის?
შენ დაინახე? ვიღაცამ დააკრო სტიკერი დადა დოგი რას ნიშნავს? ეს შკაფზე რა, ამერიკოს სკოლებში რო არის ხოლმე. რატომ ეს მერჩი კიდევ იყიდებაო? თან როცა მისი გამოყენება დაიწყეს იმ ექსტრემისტებმა. ჯანდაბა და რა უნდათ იმ ჯანდაბებს ბავშვისგან. არ ვიცი რა, გინდა და რა ხდება ვაფშე. რეგინა ჰოლმსი, ხო. რეგინა ჰოლმსი, ვილ? რა ლამაზი გოგოა. ეს შენ ხარ? ყველას მოგესალმებით. გამარჯობათო. რა ჯანდაბას აკეთებ აქ? ჯიმი, მოიცადე. ვილ, როგორ ხარ? სად არის ტანია? ტანია რომელიც დაიკარგა, ხო? თქვენ ვერ ამჩნიეთ თუ როგორ დებილობა ღიმილში დადნა თქვენი სახე. ტანია? რა უნდა გავაკეთო? თქვენ გაიღიმეთ. ვილ, მე არ ვხუმრობ. ის არიღებს ყურმილს და არ ჩნდებოდა სახლში. მისი დედა გვირეკავდაო. როგორც ჩანს, პოლიცია არის ჩაფლული ამ საქმეში, რადგან მარტა ეხლა დირექტორთან ზისო. დირექტორთან? ესე. ვაიმე. ნეიტრალური სახე უნდა თქვენ სახე დარჩა ნეიტრალური ხო? სწორად გავაკეთე. რა? ისევ ეს გამოიყურებოდა უცნაურად. რა უნდა გამეკეთებინა? კი. მომისმინე, bro. ვიცი რომ ბოლო დროს შენთან მეგობრობდით, ბოლო დროს არ ვლაპარაკობდით შენთანო, მაგრამ მართლა უნდა გავიგოთ ყველაფერი. რა იცი ტანიაზე? ჯიმ, მასე პირდაპირ ხომ არა, მაგრამ კი, ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ. ვილ, გეხვეწები, თუ შეგიძლია ვითხრა, სად არის ის? გეფიცები მე არ ვიცი. რატომ ფიქრობთ საერთოდ რომ მე მასთან დროს ვატარებდი? მარტა პოპულარულია თავისი ყურილებით. ეს არ არის მასე. კი, მოდი ცოტა ფრთხილათო რა ბიჭო. მეგობრებო და რატო გაინტერესებთ ეს ასე მაგრათო? იქნებ უბრალოდ უნდა იყოს ვაიმე მარტო ეს რა არის? რა დაირია? ეს კაი, პროსტა გავიღიმე. თქვენი სახე დარჩა ნეიტრალური. ეს რა ნეიტრალური სახეა, ერთი მაინტერესებს. როგორც ჩანს, თქვენ მეგობრებს სჯერათ თქვენი. შეიძლება, მაგრამ ეს მას არ გავს. ბიჭო, დაიკიდეო რა. ჩვენ უკვე 1000 ჯერ ეს ვილაპარაკეთ. უკვე გავიდა 6 დღე. მასთან უეჭველი რაღაც მოხდა. მომისმინე ვილ. ვიცი რომ ბოლო დროს ჩვენ ცოტა ვლაპარაკობდით, მაგრამ შენ რაღაც და მაინც უნდა იცოდეო. რაღაც მოხდა. მე ვგრძნობ ამას. თქვენი გოგოა უეჭველი რაღაც მოხდა, რადგან ნუ გაქრა, ხო? ჩვენ ყველანი ვიცით რომ თქვენ შორის რაღაც იყო. ეხლა არ თქვათ რომ მე ეს ვილი მოკლა ტანია. მაიკის ზურგის უკან. ჩვენ უეჭველი ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად წავიდაო და რაღაც ეგეთი. გეხვეწები. მე ეს უკვე 18+-ია. თქვენ ხომ ძალიან ახლო ურთიერთობაში იყავთ, ესე ვთქვათ. რა? თქვენ ხომ ტანიასთან გეძინათ ერთად, ესე ვთქვათ, იმ პარტიზე მეტიუ, ესე დაუძახოთ. მარტა ჩვენ მოგვიყვა. ვაიმე, და სად არის მარტა? ეს არ არის მნიშვნელოვანი თხა. ოკეი. ჯიმ, დირექტორს უნდა და შენთან დალაპარაკება. და რა ვილ? და შენ გინდა თქვა რომ არ იცი სად არის ტანია? არა, არ ვიცი რა ხდება. ესე იგი მარტა დირექტორთან არისო? ფიქრობ უკვე დაამთავრეს. გრეივინსმა თქვა რომ დაინახა ის სახურავზე. და კიდევ, მას უნდა და შენი ნახვა. კაი და რა იმაზე? ჩვენიერია. მაშინ მე წავალ. აშკარად ეთყობა რომ ვერაფერს ვერ გრძნობს ეს ტიპი. რადგან ყველაფერი კიდია თითქოს და. მაიცადე ერთი წამი. ვილ, მოიცადე. უნდა ვიპოვოთ მარტას კლასი. შეგვიძლია აქ ვიპოვოთ? რაკაცაა რაღაცა. კაი, ზემოთ ავიდეთ ჯერ. წავიდეთ, ვიპოვოთ მარტას კლასი. Oh my god. ფიზიკის რაღაცებს გონი არა ხო? ეს არ არის. ვიღაც ხალხი? აბა ვკითხოთ. და ეს არ არის საშინელი. მე მესმოდა ეს ეგოს განადგურება. მაგრამ ყოველთვის მეგონა რომ ეს რაღაც სისულელეა. რაღაც ეზოთერიკული ლაპარაკი მიდის აქ, მაგრამ ჩემი მეს დაკარგვა მეშინიაო. ყოველი ძალადობა, განადგურება, ყოველი ტკივილი, ის ყველაფერი არის, განცალკევება. განცალკევებაზე ვგულისხმობ პიროვნება.
ლილას პიროვნება თავისებურად არის განცალკევება. როცა იწყებ შინაგანი და გარემოების განცალკევებას, ეგრევე იწყება პრობლემები. და როგორ არ უნდა გააკეთო ეს? ვაუ, ძალიან რაღაც ეზოთერიკული აზრები არის ამ თამაშში, ეგ დავიჭირე. ადრე ძალიან ბევრს ვკითხულობდი მაგაზე. ძალიან მაინტერესებდა საერთოდ ფსიქოლოგია და ეზოთერიკული რაღაც რუღუცეები. და ძალიან საინტერესო თემაა საერთოდ ეს ყველაფერი. არ ვიცი თუ მიხვდებით რაზე საუბრობენ. შენ ხომ გაქვს შენი ტანი და მეხსიერება, ისე როგორც მე. მე დავინახე რა უნდა ნეტა. აი მე დაგვინახეს, მაგათთან მივდივართ ხო? არ უნდა ლაპარაკი. ჯობია წავალო აქედან. ნუ კაი, წადი. არ მიდის მაგათთან. ჯანდაბა. კაი, შეგვიძლია კიდევ მესამე სართულზე ავიდეთ. აბა აქეთ. რამდენი სართულიანი სკოლაა კაცო ეგ? აბა აქ რა არის? სახის კუნთებია წერია. ყველაფრის გაკეთება შემეძლო? ზემოთ ისა სახურავი. კაი, მაშინ პირველ სართულზე იყო, მაშინ თავიდანვე შევსულიყავი მან. დებილი ვარ მეც რა. აბა აქ ვნახოთ. თავიდანვე აქ უნდა შევსულიყავი რა. მაგრამ ეს სად არის? ქვაბის ოთახში შესვლა აკრძალულია ბიჭო. რა? მე ვხუმრობ. გამარჯობა ლილა. ხედავს? ანუ ეს ლილა ჩვენშია, ხო? ამ ტიპში, როგორც ჩანს, როგორც გავიგეთ უკვე, ის ისევ გირეკავდა? ალბათ იმ ტიპზე ამბობს, რომელსაც ჩვენი მოკლა უნდოდა. რა შენი საქმეა, ბებერო? არ არის საჭირო იყო ასეთი მტრული ლილა. ბოლოს და ბოლოს ეგ შენ მოხვედი აქ. ქვაბის ოთახში ძალიან რთულია, არ დაიკარგო. ძალიან მარტივად დავიკარგებით მანდ. მაგრამ წლების განმავლობაში შენ იწყებ ზეციური მელოდიის მოსმენას. რა? ფლეიტები, ტრომბონები და საქსოფონების ხმა საიდანღაც. გონი ეს ვერ არის. ამ თამაში ყველა ბებერი რატომღაც ვერ არის. ის ყოველთვის იმ ადგილიდან ისმის იმ ადგილში, სადაც გინდა მიხვიდე. ანუ გონი ეს ტიპი იცით რას გულისხმობს? ეს ლილა მოკვდა და რატომღაც ჩასაფრდა ამ ბიჭის სხეულში. და ეს ტიპი იმას გულისხმობს, რომ მოკვდი. ზესაშეო და წახვიდე რა, სადაც შუქია, სადაც მელოდიები ისმისო და ამას გვინა მიოკებს, რომ წადი აქედანო რა. ანუ უბრალოდ იდექი ყოველ კართან და მოусმინე. რის გაკეთებას აპირებ ლედისთან. ლედი? ვინ? ის რაღაც არსება, რომელიც ცხოვრობს ბოილერში. და ეს ხომ არ არის და ის არსება ხომ არ არის ტანია. სინამდვილეში, რომელიც უკვალოდ გაქრა. ხო, ლედი, რომელიც იმალება ბოილერში. ჭკვიანი ვარ რა. ნუ ამბობ იმაზე, რაც არ იცი, ბებერო სულელო. my god. ვებრები რატომღაც იციან, რომ ჩვენში ვიღაც ცხოვრობს. უნდა ვიპოვოთ მეორე, ეს რა არის? ვინც რეკავს, მეორე ვიღაცა ვინც რეკავს, ის უნდა ვიპოვოთ. ოკეი. აქ შეგვიძლია დავიკარგოთ, ხო? და სახურავზეც ჯერჯერობით ვერავალ. აქ აბა მაინც ერთი წამით. მაშინ აქეთ. რა? ერთ იგივე ადგილას გამოვდივარ, სადაც არ უნდა შევიდე. ეგ რას ნიშნავს? რას უნდა ნიშნავდეს? აქეთ. კაი, წავედით. ერთი გზა გვაქვს. შევედი, გამოვედი. ეგა და ეგ. სახურავზე ვერავალ. ვიღაც უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ვიღაც გოგოს ისაკ. ეს ხო არაა მარტა. მარტას დაროა. არა, ელია. ой, გამარჯობა. ბადიში ვიცნობთ ერთმანეთს? ერთი წამით, ეგ ხომ შენიყავი იმ პარტიზე. მეტიუსთან ერთი თვის წინ სადღაც. კი, მანდ ვლაპარაკობდით, გახსოვს? ანუ იცით რა არის? ანუ იმ პარტიზე ვიყავით და უეჭველი რაღაც მოხდა. შეიძლება ზუსტად იმ პარტის შემდეგ გავხდით ესეთი არაემოციური, რადგან შეიძლება იმ ლილასთან ერთად გქონდა კონტაქტი და ალბათ ჩვენში შეძვრა ესე ვთქვათ, სხვა ახსნა მე არ მაქვს. თქვენ იყავით მანდ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ ვინ არის. კი, რა თქმა უნდა, ანუ მახსოვ ხარ, ესე ვითომ
გაუცებული ვარ რა. ძალიან strange სახე გაქვს მენ რა. თქვენ გააკეთეთ გაუცებული სახე. დარწმუნებული ხარ? მაშინ რა მქვია? ლორა ხეივარა. ნეიტრალური სახე. თქვენ სახე დარჩა ნეიტრალური. ეს უცნაურად გამოიყურებოდ. აბა რა სახე უნდა მივიღო? რა? არა, ბიჭო, მე ელი ვარ. ბიჭისთვის არ არის გასაკვირი, როცა სახელებს ვერ იმახსოვრებს. მეც ვერ იმახსოვრებს. არა უშავს, თუ არ გახსოვს, ან თუ არ გახსოვს, არა უშავს, რისთვის მატყუებ. ბოდიში. მე ხო გეუბნები, ყველაფერი კარგად არის. რაღაც გინდოდა? არა, მე I'm sorry, მაგრამ ეს სახე აი ამას როგორ ეუბნება ესეთ სახით. სად არის მარტა ჯენინგსის კლასი და ესეთი სიფათით ვუყურებ. გადახტება ამ ფანჯრიდან შეეშინდება გოგოს კაცო დაწყენ relax ცოტათი ბიჭო. ეს გამოიყურებოდა ძალიან უცნაურად. გეთანხმებით. ელი გამოიყურება თითქმის შეშფოთებული. მაგის ადგილზე მეც მექნებოდა შეშფოთებული სახე. ბოდიში ჩემთვის არა კომფორტულია შენთან ლაპარაკი. თუ შეგიძლია წახვიდე. რა თქმა უნდა. ისევე სახე ნუ აშინებ გოგოს. თქვენ გრძნობთ რომ ვერ გაიგებთ სად არის მარტას კლასი. შემოწმეთ ავტო სეივინგი სეტინგებში. მაგას გულისხმობ? ოკეი, და რა? მე გოგოც კი შეაშინიაი რა არის რა. ჯანდაბანო, სახურავს ვერ ავდივარ, რადგან უნდა ვიპოვო მარტას კლასი, მაგრამ როგორ ვიპოვო, როცა ყველა მაიგნორებს. ყველა მაიგნორებს. კაი, ამ ტიპთან არ მინდა წავედი რა. იქნებ ეს არის მარტას კლასი, კაცო. ეს კარი ვაფშე ვერ არა, აქედან შემოვედი, ხო? ეს საპირფარეშოა. წავიდე ეხლა მე. აქ რაღაც უნდა შევამოწმო, მაგრამ გარეთ რო გავიდე ნეტა რა მოხდება? ეს ნაგავი ცარიელია. ერთი წამით თქვენ გაგცანით ახალი პალიტრა Manful Soul. რა არის? რას ნიშნავს არ ვიცი. იქნებ ავტობუსით შეგვიძლია გავიმგზავროთ სადმე სხვაგან. მარტას კლასს ვერ პოულობთ. ანუ აქ შეგვიძლია გავემგზავროთ. Go. ეგ ის ადგილია, სადაც იყო ის ფარტი. არა. უკან. აქ რაღაც არის. ნოემბერი, ვილიამ. ვისი ლაპარაკება? მე მქვია ვილიამ კლარკი და დამპატიჟეს მეტიუ ჰარლის ფარტიზე. ეს არის ჩემი პირველი ფარტი ახალ კლასთან. ანუ მარტო ეხლა გადავიდა. იმ დროს. აქ კაი სურნელია. ვაუ. რაღაც იხსნება ახალი. ვაუ, ძალიან გრძელი თამაშია და ძალიან საინტერესო იქ რაღაც ხალხი დგას. შეყვარებულები იამოვნებენ, აქ ყოფნით მოკლედ. ან ერთი მათგანი სიამოვნებას იღებს. და ეს ტიპი რა შვება? ეს არის მეტიუ ჰარლი, ამ ყველაფრის ორგანიზატორი. Hey dude. მეტიუ გვეუბნება. ვილიამი ხომ? გამარჯობა მეტ. ბოდიში რომ დავიგვიანე. ანუ ეს ბრუნდები თითქოს ერთი თვის უკან. თუ როგორ, ანუ ეხლა ხო არ მიდის კიდე ფარტი. დაიკიდეა. ხამე მარტო ეხლა იწყება. შემოდიო. ლუცდალევ. ბოდიში მე პას. მაგრამ მადლობა რომ შემომთავაზე. არ არის პრობლემა, შენ ახალი ხარ, მაგრამ კაი ტიპი ხარ. მეტიუ და მეგობრები ისეთი მაგრები არიან. თუ არ ვიქნებოდი ამდენად მორცხვი, მე თვითონ ამას ვიტყოდი. ან შეგვიძლია შევიდეთ? რაღაც ფარტი ხდება. ილია, მომწონს ეგ მუსიკა. მე დავწერეო. ასე ხარ? შენს ხომ მოგწონს? კი, რა თქმა უნდა. კიდევ აბა ამ ტიპთან ერთობიან, ალბათ. ალბათ ჩვენ ვერაფერს ვერ ხვდებით. ვაიმე, გავთიშე. გადავრთე? ალკოჰოლი. არ მინდა დღეს დავდიო. აი, ბიჭი ხარ. აი ასე. ვის მოსწონს საერთოდ ალკოჰოლი, ნაგვის გემოა, სუფთა. წამალი. მუსიკა შეიცვალა. ღმერთო ძლივს. მადლობა მეგობარო. საწახვედი, შეგვიძლია შევიდეთ. თქვენ გესმით რაღაც ჭრიალი კარების უკან. ვინც არ უნდა იყოს მანდ, არა მგონია რომ უნდა თქვენი კომპანია. ვაიმე, ვიღაცას ძინავს? კაი აზრია, გაახვიცე და ელაპარაკე კაც. საწოლზე წევს
გოგო, ალბათ ძალიან ნასვამია. ესე თითქოს გაოცებული ვარ რა. თქვენი სახე ნეიტრალური დარჩაო. ნუ, მარტა ჯენინგსი. მარტა? ის მის კლასს რო ვეძებდით, მარტა აქ წევს? მაგრამ აი მაგას ვერ ხვდები, ანუ ეგ ადრე იყო თუ ეხლა, ცოტათი ვერ ხვდები. მე ხო ხალმშია ძალიან. ზედმეტი მომივიდა ალკოჰოლთან. რამე მოგიტანო? წყალი? არა, მე უბრალოდ მინდა ვიწვე. მე წავიდე? არა, მოიცადე. რა უნდა? რა გქვია? მე ვილი ვარ. ჩვენ მგონი სკოლაში შევხვდით გახსოვს? აჰა, შენი სახალი ხარ ხომ? ცუდია რომ ასე მხედავ. მე ზოგადად არ ვსვაო, იცი? ეგეც ჩანს. ძალიან საწყლად გამოვიყურები. ნუ ჰეი, ყველასთან ხდება. და რისთვის დალიე ამდენი? თუ არ მალავ ამას. ეს ნუ მან უბრალოდ ის ბიჭია, ჩათლახია ის. ის ყვება ძალიან დამაბნევებელ, მაგრამ რატომღაც შენთვის ახლო ისტორიას. მოკლედ, ბიჭი რომელზეც ის ამბობს, კიდევ ის ჩათლახია მოკლედ. აი, ესე გაბრაზებული ვართ. აი, ის ნაგავი. აჰა, თქვენ გაკეთეთ გაფრაზებული სახე კი ბატონი. თქვენ გრძნობთ რომ რატომღაც შეგეხოთ მისი ისტორია. შეიძლება იმიტომ რომ თქვენთანაც მოხდა ესეთი ისტორია. ან შეიძლება უბრალოდ ერთ დღეში ამდენ ხალხთან კონტაქტი თქვენგან შექმნა რაღაც სენტიმენტალური persona. კი, შენ კი ხვდები ვილ. კაი იქნებოდა თუ ისიც მიხვდებოდა. გინდა ის გამოსცემს ხმას, რომელიც ხდება ხოლმე სანამ ის არ წევს. საპირფარეშოში მივიყვანე. ჯობია ვუთხრა მეტიუს რომ ცუდად არის. შეიძლება ის გოგო ზუსტად მეტიუზე ამბობდა რომ ის ჩათლახი ნაგავი ბიჭია. Привет. ტანია ის ტანია, თქვენ თაუბრუկ გეხვევათ. Привет. ვაიმე. აი ესე, არა. პირი დაკეტე. მოკვეს. ესე. всё, არა. თქვენ გაიღიმეთ. ძალიან ესეთ ფართო ღიმილი აქვს. ცუდად გამოიყურებოდა. ვწყვარ მენ. ცხოვრება გავუფუჭე ბიჭს. მგონი ჩვენ არ ხვდებოდით. შენ არ გინახია მარტა. მოიცადე ელი. ალბათ ის არც იცის ვინ არის. შენ ხომ ის ახალი ხარ ხომ? აჰა, ნეიტრალური სახე უნდა მივიღო. ეს წარბი, ცოტათი ბიჭო, ცოტა რებს შვები. რა არის? თქვენ უყურებთ ზიზღით, ვაიმე, მე არ გამიკეთებია შემთხვევით. თვითონ შვება რაღაცებს. როგორც ყოველთვის, კაი სახეა ვილ. უკვე ალბათ იციან. კაი, წავალ მარტას მოვძებნი. მე ელი მქვია. მე ვილი. ის წავიდა. ტანია გვეუბნება, ნუ ის გაიქცა. ხო. ჩემი სახელია ტანია კენედი. ის ასაცილოდ გამოსწია ხელი, რომ მარტა ქერა გოგოა ესეთი და ცოტათი პუტკუნა. ალბათ ეს არის. და რა, გინახია? ის ცუდად გრძნობდა თავს, მომიწია, წამეყვანა საპირფარეშოში. კი, ეს დენის გამო არის, ალბათ. ეს ჩათლახი. აჰა. წავალ ვნახავ როგორ არის. წამოხვალ შენს? კი. წავიდა. მიდი გაყევი, ბიჭო, გაყევი. საწავიდა. ეს ზემოთ ავიდა, ანუ ვერ ხვდები რა. არა. საპირფარეშო შიგნით უნდა იყოს კაცო. მიდი. ალბათ ზემოთაა. ადიაბა, ალბათ აქეთ. არ ვიცი რა. მიდი ბიჭო, მიდი. ვალე. ვაიმე, კიდე ვიღაც ხალხია. ნუ როგორ უკეთესად ხარ? კი. მადლობა, მეგობრებო. დენი კი ჩემი მეგობარია, მაგრამ არ მოგატყუებ. ის ზოგჯერ მართლა იქცევა როგორც სუფთა იდიოტი. და ნუ ფიქრობ რომ შენი ბრალია, გაიგე? შემოდი ვილ. ტანია გვეუბნება. მეგობრებო, ჩემი ახალი ნაცნობი არის ვილი. გამარჯობა. ვაიმე, არა, რებშვები. აი ესე მიხარია. ხედავ, ესე.
გაიღიმე. თქვენ გაიღიმეთ. ბუნებრივად გამოვიდა. მაგარია, bro. მგონი რაღაც სხვაზე საუბრობდნენ, სანამ შენ შემოხვედი. პატარა პაუზა დაისადგურა. მარტო კარგად არის, წავალ, ხარს ჩავკლაპავ. ჩვენ ხომ მარტო მოვედით, მოიცადე. ჩახვდები ცოტა ხანში, მეგობრებო. ტანია, მაიგნორებ? ნუ რა, ჩვენ ისედაც ბოლო დროს თითქმის არ ხვდებით Graves. მაგრამ ტანია წავიდა თუ რა? აგე, ეს არის, ხო? ეი, ტანია. კაროჩე, ამ ტიპს ვაფშე რა უნდა? ბოდიშით. მაიკლ, გეხვეწები. რა? რანაი სიფათით გვიყურებ, რა გჭირს დღეს? კაი, გასაგებია. შენ უპირატესობას ანიჭებ, რომ იტუსაო ვიღაც უცნაურ ტიპთან, ვისთანაც 2 წამის წინ გაიცანი? იმის მაგივრად, რომ დაელაპარაკო შენს შეყვარებულთან. მე უბრალოდ ვნერვიულობ შენზე, მიხვდი? ის წავიდა. ნუ ბრაზობ მასზე. ის მართლა ნერვიულობს ჩემზე და ეს ყველაზე ცუდია. არ ბრაზდები, ხვდები მაგას. ენე გამოიყურება ძალიან დაღლილად. ლამაზი ნახატია, ხომ? ეს ხომ ხოპერია, ხომ ასია, კაფე, ან რაღაც მაგდაგვარი. მამის მინე. ვილ, მე ხა წავალ დაბლა, დავისხავ ჭიქაში, რაღაც. და მე არ წავიდეთ სასეირნოდ. კარგად ჟღერს. ვაუ, წავიდეთ კი კაცო. და რაღაც სტრენჯი მოხდება ხო, ვაიმე, სადღაც მივდივართ. სეირნობთ ბალახებში. ტანია ამბობს, მგონი დღეს უფრო მეტი დავლია, ვიდრე ზოგადად ვსვავ ხოლმე. სიმართლე რომ გითხრა, არ მეგონა რომ მან დაგინახავდი. კი, რატომ? რადგან გამოიყურები როგორც სუპერ კარგი გოგო. ნუ რაღაც მაგდაგვარი. მოლაპარაკე არ ხარ, როცა მოდიხარ სკოლაში და მოდიხარ იშვიათად. არა, გაწიე ეს სიფათი, ესეთ მომენტში გაწიე, გეხვეწები. მე არ მჯერა განათლების. რა? სერიოზულად? არა, ნუ გულისხმობ, ნუ მე ხომ მარტო ვცხოვრობ. ამიტომ მიწევს რომ ვიმუშაო, დავალაგო სახლი, გავაკეთო საჭმელი. ნუ ეს არის. რთულად ჟღერს და შენი მშობლები სად არიან? მამა გაიქცა, დაგვტოვა, როცა ვიყავი პატარა. დედა გარდაიცვალა 3 წლის წინ. ძალიან ვწუხვა რომ ეს მესმის. ნუ არაფერი. მე მქონდა კარგი ბავშვობა. მარტო მე და ის, ნუ ხვდები. ვაფიქრობ რომ მხოლოდ ახლა ძლივს გაჩნდა რაღაც კარგი ჩემს ცხოვრებაში. ნუ კი, ზოგჯერ ძალიან რთულია ცხოვრება. ბოდიში რომ დავიწყე ამაზე საუბარი. ყველაფერი კარგად არის. და შენზე რას ქვია, ჩემი ბავშვობა? არაფერი უცნაური მგონი. მქონდა კარგი ბავშვობა. 2 და კერძო სკოლა. ანუ იყავი, მაგრამ რამდენს ჭორაობთ? კაც ვერ მივხვდი, ანუ რაღაც მოხდება ისეთი, კი საინტერესოა კი. ჩემი მშობლები დამიძახეს ვუნდერკინდად. ბრაზდება? რატო ბრაზდება, კაცო? ნუ ფიქრობ, რომ ვერ ხედავ იმას, რის გაკეთებაც გინდა. ვაიმე, რატომღაც გავაბრაზეთ. მაიკი მშვენიერი ბიჭია და მიყვარს, ხვდები? შენ გაქვს არანაირი უფლება, რომ ჩაყო ცხვირის ხვის საქმეში. შენ არაფერი არ იცი, გაიგე? და ხომ? ეს გოგო სუმთლად გაგიჟდა? ჯობია შენი შითინგი მოაგვარო. ვაფშე გაგიჟდა, რატოა გაბრაზებული? ერთი რაღაც პროსტო სახე გავაკეთე? არასწორი რა. აჰა, ეხლა მივხვდით როგორიც ყოფილა ეს ტანია რეალობაში. იდიოტური სახის მიმიკები, როცა ხალხში დგახარ, დებილივით იქცევიო. მადლობა. მადლობა. ბოდიში. ჰოპა, ეგა. არა, რა? ეს შენ მაპატიე. მე მონსტრი ვარ, ხომ ასია, ვილ. ძლივს დაამთავრეს ლაპარაკი. ტანია ზის. ვიცეკვოთო? ამა ტანიას ყავს შეყვარებული, მაგრამ რატომღაც მართლა ატარებს დროს ვიღაც ახალ ბიჭთან, ცეკვავს მაგასთან, ლაპარაკობს, მარტო ცალკე ცეირნობენ. ნუ და იმას ამბობს, რომ თავისი შეყვარებული უყვარს, მაგრამ ამავდროულად მაგასთან არ უნდა დროის გატარება. და დიდად, ამ ტიპმა სწორად თქვა, რომ ვერ ხვდება რა ამ ტანიას თუ რატო აკეთებს მაგას. რა? მაიცადეთ. რა ხდება? აკოცა? და ალბათ მაგის შეყვარებულმა დაინახა ეგ. ჯერჯერობით ვერ ხვდები.
ეხლა ალბათ ვნახავთ. რა, სად ვარ? ვინ ხარ? რა ხდება? ეს ვინა? მას ქონდა ისეთივე სახე. არა, მე ეს ვერ იქნებოდა ის. მე რას ამბობს? მე ხომ არასდროს. ჰა? What? რა? ან მოკვდა? ალბათ იმის შეყვარებულმა და გაჩნდა სადღაც იმ ქვეყანაში. გადავიდა. ალბათ კიდე რაღაც დეტალები შეგვიძლია გავიგოთ ამ თამაშზე, მაგრამ დღეისთვის ვფიქრობ დავამთავრებ. ძალიან საინტერესო თამაში იყო და ძალიან დიდი მადლობა ჩემს გამომწერს, რომ თხოვა გადამეღო ეს თამაში, საერთოდ არ ვიცოდი ამ თამაშის არსებობაზე, მაგრამ იმედია თქვენს იხალისეთ, იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო, ისეთივე საინტერესო როგორც ჩემთვის. მე ამას დაგემშვიდობებით, ხოლო ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. დაყავდით. Goodbye.